ჯობათ მეგობრებო, მე და ალექსანდრემ გადავწყვიტეთ რომ გავფართოვებულიყავი და YouTube-ზეც გავიჭითოთ. მეგობრებმა გთხოვეს ახლობლებმა, ემიგრანტმა მეგობრებმა რომ უფრო დიდი ვიდეოები ჩაგვეწერა და YouTube-ზე აგვეტვირთა. რადგან ეყურებინათ, რომ მოენატრათ. ვაყურებინებ ჩვენ შვილებს. და ჩვენს გადავწყვიტეთ რომ გადაგვეღო. თან გეგმაში გვაქვს საქართველო ასე თუ ისე მოვიაროთ, შეძლებეს დაგვარა, სადამდეც შევძლებთ რომ გავკაჩოთ, მოვინახულოთ ჩვენი გმირები, ღირსშესანიშნავი ადგილები და დავიწყეთ ცხეთისგან, ხო? პირველი დედაქალაქისგან, იბერიის. წავედით, მოგიყვებით ახლა ნელ-ნელა, ცოტა ცხონთან მოვიდეთ. მამიკომ ცხეთას აქვს დიდი ისტორია, ხო? პირველი დედაქალაქი იყო იბერიის. მე შენ მოგიყვები ახლა ცხეთის ისტორიას. ვინ იყო პირველი მეფე, მამა, საქართველოს? ფარნავაზი, დიახ. ამ მიწაზე მამა ბევრი სისხლია დაღვრილი. თვითონ ეს სახელმწიფოს სისხლი და ხმლით შეიქმნა, იმიტომ ფარნავაზმა ტახტი მოიპოვა ხლის საშუალებით, ხო? ფარნავაზის მამა, მაშინ მამა მეფე არ იყო. მაშინ იყო მამა სახლისი ერქვა, რომელსაც ერქვა სამარასი, ფარნავაზის მამა იყო. ვიღაცა კაცი საიდანღაც მოვიდა მამა უცხო კაცი არავინ არ იცის აზო ერქვა რომელმაც მოკლა ცხეთის მამასახლისი პანუ ფარნავაზის მამა და იგი დაჯდა მის ადგილას და მართავდა ცხეთას. ფარნავაზი იყო მამიკო მაშინ პატარა და ფარნავაზის რა ქვია დედამისმა წაიყვანა მთაში გაზარდა რა რო არ მოეკლა აზოს. მერე ეს რო გაიზარდა იქ შემთხვევით ნადირობისას იპოვა მამა ის რა ქვია ოქრო იპოვა. ანუ განა წავიდა და პიცებში და კოკაკოლებში დახარჯა. წავიდა ამ ფულით ჯარი შეკრიბა, იარაღი იყიდა მამა. დასავლეთის მეფე ქუჯის დაუკავშირდა, გაერთიანდნენ და დაამარცხეს ერთიანი ძალებით აზო. და ამის შემდეგ გახდა პირველი მეფე. ეხლა წავიდეთ მამიკო, შევიდეთ სვეტიცხოვლის ეკლესიაში და სვეტიცხოველზე მოგიყვები ისტორიას. თავდაპირველად ამ ადგილას მე-4 საუკუნეში ააშენა ეკლესია მირიალ მეფე წმინდა ნინოს თხოვნით, რადგან იგი ფიქრობდა რომ აქ დასაფლავებული იყო წმინდა სვიდონია ქრისტეს ყვართან ერთად, მას ეკლესია აღარ შემორჩა. შემდეგ უკვე მე-11 საუკუნის პირველ ნახევარში გიორგი პირველის მეფობის დროს ხუროთმოძღვარ არსუკიძეს თხოვეს ეკლესიის აშენება. ააშენეს ესეთი დიდი და უზარმაზარი ულამაზესი ეკლესია. ამის შემდეგ შენ რო გაიზდები ისწავლი მამა დიდოსტატის მარჯვენა ქვია. ვითომ იძახიან არსუკიძეს მარჯვენა ხელი მოაჭრეს, რადგან ესეთი სილამაზე ვეღარ აეშენებინა და ნუ ეს რა თქმა უნდა ჩემი აზრით ტყუილია. საინტერესოა მამიკო? წამოდი ახლა მამა ეკლესიაში შევიდე და შენ რო შეკპირდი კაცური სამაჯური უნდა გიყიდო თქო რომ დაგიცვას, ხო? ვიყიდო და სანთლებით დავანთოთ. სვეტიცხოველი არის მამიკო საქართველოს განსახიერება, საქართველოსავე ჯიუტად დგას. ბევრჯერ შემოესია მტერი, ბევრჯერ შეეცადეს მის დანგრევას, მაგრამ ყოველთვის ხდებოდა მისი რეაბილიტაცია. როგორც საქართველოსმა, მასაც ბევრი მტერი ყავს ნანახი, მაგრამ დღემდე ფეხზე. მე როგორი რწმენა მაქვს, იცი მამა? აი სანამ სვეტიცხოველი იარსება, იდგმება ეს ამაყად, აი ეს ამაყად იქნებით ჩვენც რა. ჩემთვის საქართველოს სიმბოლო არის სვეტიცხოველი. მამიკო სვეტიცხოველი არის მეფეების ესე ვთქვათ სასუფეველი რა. ნახე რამდენი მეფის საფლავი არის. ეს არის ერეკლე მეფის საფლავი, მამა ქართკახეთის მეფე იყო. მან გადაარჩინა საქართველოს. დღეს რო ცოცხლები ვართ, მისი დიდი დამსახურება არის მამა. მან აღკვეთა ლეკიანობა, გაამაგრა ქვეყანა, აბა ესეთი მაგარი მეფე იყო. ეს არის მამიკო ვახტანგ გორგასალის საფლავი. ნახე რა მხელა არის. თვითონაც დიდი კაცი გახსოვს რო გითხარი სპაიდერმენზე მაგარი არის. ხო გახსოვს? აი ნახე რა მხელა არის მამა. მე მეგონა თავიდან იქ იყო დასაფლავებული პატარა რო ვიყავი და თურმე აქ ყოფილა დასაფლავებული. გიყვარს მამა ეს მოგეწონა? ხო საინტერესოა. პატევი უნდა. და იქითკენაც მამა გახედა სულ მეფის სასაფლაოები არის, სულ. ეხლა ბევრი ხალხი არის, ქორწილია და ჩვენ წავიდეთ, ხო?
მოვედით ახლა ჯვრის მონასტერი ვნახოთ. მამიკო, ეს არის ჯვრის მონასტერი, მამა. შეხედე რა სიმაღლეზე არის აშენებული ქალაქიდან. ვინა მოგიყვი ამის ისტორია? პირველად აქ, მამა, ხის ჯვარი დადგა მირიანი. უკვე მე-6 საუკუნის ბოლოს და მე-7 საუკუნის დასაწყისში სტეფანოს ერისთავმა ააშენა ეს დიდებული ეკლესია, მამა. მაშინ უკვე მეფე აღარ არის ქართლში, სპარსეთმა გააუქმა მეფობა და ერისთავი მართავდა აქაურობას. ბევრი სისხლის ზღვრა უნახავს, მამიკო, ნახე რამ შორიდან იყურება, ზემოდან იყურება, ბევრი მტერი უნახავს, ბევრი ქართველი უნახავს დაცემული ბრძოლის ველზე. ამ მონასტერს, მამა, ამ ეკლესიას იმხელა ისტორია აქვს, ის ქვეყნები ხო გაგიგია შენ, ინგლისი, რუსეთი, ამერიკა და ასე შემდეგ. ისინი სულ არ არსებობდნენ, მამა, ეს ეკლესია რომ იყო. და ამ შიშორაზე კიდე იმიტომ არის, მთელ აი ამ ხეობას გარშემო რასაც უყურებ, რომ მადლი გადმოფინოს, მამა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უძველესი და ყველაზე თბილი ეკლესია. წამოდი ახლა შიგნით სანთელი დავოთ. ახლა ჩვენ მივდივართ, წეგან რომ გითხარით, წმინდა ნინომ ილოცა და წყალი გემრიელი გახდათ, ხო წყაროს ცრემლები ქვია. და დავლიოთ ეს წყალი, რადგან ძალზედ მადლიანი წყალი არის, რა. ახლა ერთმა კაცმაც მითხრა, რომ ჩაიყვანი აუცილებლად ჩვენი ბიჭი დალიო წყალი და ნახე როგორი ვაჟკაცი იქნება. ავიდეთ. პარადო. ეს არის მეგობრებო ის წყარო მე რო გეუნეოდი წყარო ცრემლებით და ჩამოვიდით იქ ეწერა ნინო ძუძუს წყარო და მართლა ძესავით ძის გემო აქედან გადმოდიოდა ცუდი წყალი მწარე წყალი იყო და შემდეგ წმინდა ნინო მოილოცა ეს წყალი და გახდა გემრიელი დასალევი და სამკურნალო სხვადასხვა ადგილებიდან ჩამოდიოდნენ და ეკურნებოდნენ ამ წყალს. სწორედ ამის შემდეგ დადგეს ხის ჯვარი მირიან მეფის ბრძანებით ზემოთ. აი ახლა ჯვრის მონასტერი სადაც არის დაახლოებით მაგ ტერიტორიაზე. დაახლოებით კი არ მაგ ტერიტორიაზე. ახლა ჩვენ ამ წყალს ავავსებთ და წავიღებთ სახლში დებოსთან. ხო მამა? და განიგვიყვეთ. მამა, აი ამ ადგილას უერთდება ორი მდინარე. ხო ხედავ, აი გასხოვებული ფერები არის. ერთი არის მტკვარი, მეორე არის არაგო. და მე ერთად აგრძელებენ გზას. აი ესე უნდა იყოს შენ და საქართველოს სიყვარული, ისტორიის სიყვარული. უნდა გაერთიანდეთ და ერთად გააგრძელოთ ცხოვრების ბოლომდე გზა. მე გაიზდები გოგო მოგეწონება, მამა. ხო? იმას მოიყვან ცოლად გაერთიანდებით და მე ბეკიდე შვილები გეყოლებათ იმათ ასწავლი ისტორიას და ესე უნდა იცხოვროთ მთელი ცხოვრება, მამა. ჩვენ ესე მოვედით აქამდე და სხვანაირად არ მოსულით საქართველოს სიყვარულში და საქართველოს ისტორიის სიყვარულში. არ სკოლები სულ არ იყო ზეპირსიტყვიერად გადასცემდნენ ერთმანეთს ისტორიას. ბაბუაშვილიშვილს ასწავლიდა, პაპაშვილიშვილის მამა და ასე შემდეგ.